ეს ონის სინაგოგაა. სინაგოგის ეზოში არსებული წარწერიანი სტელა გვამცნობს, რომ სინაგოგის მახლობლად იმავე ეზოში უწინ პატარა სალოცავი მდგარა. ებრაული თემის წარმომადგენლები მას პატარა ლოცვას უწოდებენ. რადგან პატარა ლოცვა მცირე მასშტაბის გამო სრულად ვერ იტევდა მომლოცველებს, გადაწყდა, რომ მის სიახლოვეს საჭირო იყო უფრო დიდი ზომის სალოცავის აგება. სწორედ ამიტომ 1890 წელს საფუძველი ჩაეყარა ონის ახალ სინაგოგას. მშენებლობამ 5 წელს გასტანა და 1895 წელს დასრულდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში აგებულ სინაგოგებს შორის ონის სინაგოგა სიდიდით მესამეა. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია პატარა ლოცვა. მას შემდეგ ის აღარ აღუდგენიათ. დაანგრებას სასწაულებრივად გადაურჩა პატარა ლოცვის გვერდით აგებული ონის სინაგოგა. მიწისძვრამ დაანგრია მისი კარიბჭე, დაზიანდა კედლები და გალავანი. სხვადასხვა წლებში ონის სინაგოგას რამდენჯერმე ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. სინაგოგა მთელი თავისი მშვენიერებით, შესანიშნავი მორთულობის ელემენტებით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ერთგვარ დომინანტადაც კი გვევლინება გარკვეულ არეალში. საინტერესო კონტრასტს ქმნის უხვად დეკორირებული ფასადების ხილვის შემდგომ ინტერიერში მოხვედრა. რასაკვირველია, შიდა სივრცეშიც გვხვდება მორთულობის ელემენტები, მაგრამ ბევრად მცირე რაოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ ექსტერიერთან შედარებით ინტერიერი ბევრად სადა, მოკრძალებულია. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ონის სინაგოგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ონი ძალიან ბევრმა ებრაელმა დატოვა, აქედან გამომდინარე, ლოცვის ჩასატარებლად დღესდღეობით მლოცველთა საჭირო რაოდენობა ვერ იკრიბება. მოგეხსენებათ, რომ ლოცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სინაგოგაში, თუ კი იქ 10 ებრაელი მამაკაცი შეიკრიბება. რაჭაში მოგზაურობის პერიოდში ონის სინაგოგა რამდენჯერმე მოვინახულე. პირველ დღეს, როდესაც ონის სინაგოგის სანახავად მივედით, სინაგოგა დაკეტილი დაგხვდა. საღამო ჟამი იყო და ამას დავაბრალე. მოგვიანებით რაჭის ისტორიის უბადლომცოდნემ ჯონი მეტრაველმა გვიამბო, რომ სინაგოგის გასაღები იქვე, მახლობლად მცხოვრებ ოჯახს აბარია. მათ, ვისაც სინაგოგაში მოხვედრა სურს, უნდა მიმართონ ამ ოჯახს და ისინი აუცილებლად გაუღებენ კარს. რაჭაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე მოვინახულე ონის სინაგოგა. ვფიქრობ, ეს ის შენობაა, რომელიც ქალაქონში ჩასულმა თითოეულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს.